შეიძლება ვიხარ სასამართლოზე რა სიტუაცია როგორ უნდა მივიდე სახში დანაშაულად მიგინები ის რაც ამის იქმედება, რაც დასტურდება, როგორც მოწმეთა-ჩვენებეთი, ისე თავად რასაც განაცხადებს, არის 125 მუხლის ფარგლებში, რაც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ცემისათვის და ასევე არის 397 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას სამხედრო მეთაურის მიერ თავის დაქვემდებარებაში ყოფი ჯარისკაცის შეურაცხყოფის. აი ეს მუხლები მიგვაჩნია ჩვენ კანონიერად ამ კონკრეტულ ქმედებასთან მიმართებაში და ამით უნდა დასჯილიყო და არა ამ განსაკუთრებით ძიმე მუხლით, რომელიც მოგონილია იმისთვის, რომ დაზარალებულების აგრესია როგორმე გამოძიებამ თვითონ თავიდან აიცილოს, თავისი ნაკლოვანებიდან გამომდინარე და გადაიტანოს თემის გელაშვილს. ხოდა სიმართლე უნდა გავიგო. ვინ არიან ეს ადამიანები? ხოჩქიანები მოიკო. თანამდებობა რა არის მისი? 20 მეთაურია ხოჩქიანი. მაგასთან მსახურობდნენ. ჯარში არიან ეს ბიჭები. ჯარში მსახურობდნენ 20 სერჟანტები იყვნენ. 20 სერჟანტები და თქვენ მაწევთ ბრალს რომ ესენი არიან დამნაშავეები თუ როგორ მაგათ გააკეთეს რა. იცით რა არის ეს არის კლასიკური საქმე იმისა რომ როგორ შეიძლება შეუთითქნო ადამიანს ბრალდება და 14 წლით გამოკეტო ციხეში. ეს ადამიანმა რაც დააშავა თვითონ თენგიზ გელაშვილმა ის აღიარა ეს წამება და თვითყოლობანი მიყვანა არის შეთითქმული ბრალდება. ეს არის ბრალდება რომელიც გამტკიცებულია მოსყიდული და დაშინებული თუ არ ვიცი როგორ შეთითქმული მოწმეებით და აი მოწმეების შეშინებული და დარიგებული მოწმეების საფუძველზე შეთითქნა პროკურატურამ ეს საქმე რა. მოპირებთ გასაჩივრება. აუცილებლად. თანხმებით ამას. ხო მოისმინეთ სასამართლოს დღიდან რაც ხდებოდა, როგორი დაკითხვებიც მიდიოდა. ხო მიდიოდით, თქვენ როგორი აზრისები ხართ, ხალხო, დამნაშავია თუ უდანაშაულო. ჩვენ სიმართლეს მოვითხოვთ. სიმართლის თომას ამოუწეს ოჯახი. აი ვინ იყო? აი გვიშიანი იყო, შენი ოჯახი ამოწყვიტა ღმერთმა. გვიშიანი იყო აი მის ოჯახი ამოწყვიტა. საწამდეთ, ნუ ჩაგვადენინებენ ისეთ დანაშაულს, რაზედაც პასუხს არ ვაგებთ. ყველას ძალიან ავთხოვთ მაგათ პასუხი აგებინოთ. თორე არ ვიცი. არის მაგლიტი ამ პროკურორმა რა მოხდა, ჰა? ვერ ლაპარაკობს, ლაპარაკი უჭის. დანაშაულს ჩავიდეთ, სანამ სიმართლეს არ დაამტკიცებთ, სანამ სიმართლე არ გაირკვევა, ჩვენ ყველას პასუხს მოვთხოვთ. არ ვაპატიებთ არავის საერთოდ ამას. არავის საერთოდ, სიმართლეს დავეძებთ.